მოგესალმებით, BFG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე ამბებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. უნდა ვაღიარო, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება 27 წევრ ქვეყანას შორის ძალიან რთული იყო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩისკი აცხადებს. მისი თქმით, მოვლენებს, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, თავისი შედეგები აქვს და ექნება. დიპლომატი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ოცნების მიღებულ კანონს და განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ევროპული გზა არ არის. ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია. დემოკრატია კი ნიშნავს მრავალ პარტიულ სისტემას, აცხადებს ჰერჩინსკი. 2024 წელს 8.1 მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდა 22%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ კი 7 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 85.5%-ია. შესყიდვების სააგენტოს გასული წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა 2024 წელს მილიარდ 182 მილიონ 753.811 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადეს, რაც შესყიდვების საერთო მოცულობის 14.5%-ია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თუ გამარტივებული შესყიდვების წილი მთლიან ტენდერებში 11.2% იყო, გასულ წელს ეს რიცხვი 14.9%-მდე გაიზარდა. ერთ საათში ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე გაგვაცნობს დეტალებს, როგორ დაიხარჯა გადასახადების გადამხდელთა ფული სახელმწიფო შესყიდვებზე. საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირდა, როგორც კოლიერს ჯორჯიაში აცხადებენ, თუ გასულ პერიოდში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საოფისე ფართების დაქირავებაზე მოთხოვნა იყო, მათი მხრიდან ტრანზაქციები დროებით შეჩერებულია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა არც ადგილობრივი კომპანიებისგან შეიმჩნევა. მოთხოვნა შემცირებულია საერთო სამუშაო სივრცეების მიმართულებითაც. კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ საერთო სამუშაო სივრცეებში შემცირებულია როგორც საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე თანამშრომლების, ისე ადგილობრივების რიცხვი. რა ტენდენციებია კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე, საოფისე ფართების მიმართულებით და რა განაპირობებს მოთხოვნის კლებას. ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისოების წმინდა მოგება 0.3 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად მისოებმა პირველ კვარტალში 94 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 58 მილიონი ლარი სალომბარდეს სესხებიდან მიღებულ შემოსავლებს შეადგენდა. ამასთან მისოებს 22 მილიონი ლარი საკომისიო და სხვა შემოსავლები ჰქონდათ. რაც შეეხება ხარჯებს, 29 მილიონი ლარი იყო მისოებში დასაქმებული პერსონალის სახელფასო ხარჯები. მთლიანი არასაპროცენტო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 45 მილიონ ლარს შეადგენდა. საკრედიტო დანაკარგები და ჩამოწერები 7.7 მილიონი ლარი იყო, ხოლო 15 მილიონი ლარი იყო თავად მისოების მიერ აღებული სესხების მომსახურებაზე ხარჯული ხარჯი. შედეგად მისოების მოგება პირველი კვარტლის მდგომარეობით 29 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მილიარდი ლარის ოქროა ჩადებული. ამის შესახებ მისოების პირველი კვარტლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. მისოების საკრედიტო პორტფელის ზომა მილიარდ 55 მილიონი ლარია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სწორედ სალომბარდე კატეგორიის სესხებზე მოდის მილიარდ 17 მილიონი ლარის ოდენობით. ამ სესხების უზრუნველყოფაში კი მოსახლეობას 1 მილიარდი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვს ჩადებული. მისოების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით სალომბარდე კრედიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 315 მილიონი ლარით, ანუ 27%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დალომბარდებული ოქროულობის ღირებულებას, ის წინა წელთან შედარებით 306 მილიონი ლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი. ლომბარდებში არსებული ოქროულის ღირებულების მატება თავის მხრივ ოქროს გაძვირებას უკავშირდება, რომელიც ამჟამად $3,250 ღირს.
პროფკავშირები ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია CMC-ს დირექტორს მიხაილ სოცკის შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ჭიათურაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნებისა და შენიშვნების განხილვა იყო. პროფკავშირები აცხადებს, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა და კომპანიამ პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნები გაითვალისწინა. მათ შორის პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება. ყველა სიკეთითა და სარგებლით. ასევე რეორგანიზაციის პროცესში პირთა შეფასება მოხდება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და კომპანიაში ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც ჭიათურაში ოპერირებად კომპანიებში მუშაობდნენ. ამ დროისთვის ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ კი მოპოვებითი სამუშაოების აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო აგროგამოფენა კასპიან აგრო 2025 გაიხსნა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და ერთიანი სტრატეგიული მიზნების არსებობის მნიშვნელობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს კლიმატის საკითხებში მუხტარ ბაბაევს შეხვედრისაც მხარეებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სამინისტროს ცნობით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური კლიმატური პროცესების ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას. საქართველოსთან ერთად ბრძანდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრობას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს აზერბაიჯანის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. აგრეთვე აქ მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში, რომელიც ბიძღვრილი იყო ამ აგრარული გამოფენისადმი, აგრეთვე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ინტერესი საკმაოდ მაღალია, ძალიან ბევრი წარმომადგენელი აზერბაიჯანის ბიზნესის დღეს იმყოფება აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საქმიანი კონტაქტები დამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან მცირე მეწარმეებს ზუსტად გვჭირდება, რომ დაგვეხმაროთ და გზა გვიჩვენოთ, თუ როგორ მოხდეთ სხვადასხვა გამოფენებზე და წარმოადგინოთ ფართო აუდიტორიის წინაშე ჩვენი პროდუქტი. ასეთი იყო ამბები ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.